დავითაძე 9 წლის. სწავლობ ბათუმის მეხუთე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის კულინარია, სახეობობა და ცეკვა. სახეობების ნიჭი აღმოვაჩნდა, როდესაც ვიყავი 4 წლის. მაშინ შევედი სტუდია ოქროს გასახებში. უკვე 30 სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა. ყველაზე მეტად მომეწონა დის როლი დროის მანქანაში. კარგი პიროვნები რო იყოს და კარგად შემოხვეწოს, რა თქმა უნდა მივიღებდი ფილმში მონაწილეობას. ძალიან კარგი შექმნა არის სცენაზე ყოფნა, როდესაც მაყურებელი წინიდან გიყურებს. სტუდიაში ჩემი ხელმძღვანელები არიან თამილა ბერიძე და კეთი გორგაძე. ორივე ერთმანეთზე უკეთესები არიან და ორივე მე ძალიან მიყვარს. ჩემი ჰობი არის პაროდიების გაკეთება. მე ახლა გაკეთებ ჩემი მასწავლებლის პაროდიას. აბა ბავშვებო, გადაიწერეთ ეს რაც წერია, რომ მალე უნდა შეგიმოწმოთ. აბა დამანახე რა გაწერია. ხო, სწორი, მაგრამ ცოტა გამოვაკეთეს, რაღაც როგორ მიიღო უნდა გიწეროს, ხო? ეს იყო ჩემი დავრიგებლის პაროდია. მე ასევე მიყვარს ცეკვა. დავდიოდი აჭარულზე, მაგრამ ყველაზე გამორჩეულად მიყვარს ოქროს სტუდია ოქროს გასახები. სხვადასხვა ცეკვებს ვწავლობდი, მაგრამ უფრო მეტად მომწონს სტუდიური ცეკვები. ჩემი საყვარელი ცეკვა არის მოძრაობა გავაკეთო. აი ეს რო ვაკეთებ. ეგ არის ახალშორის მინაკლად ეხლა დავიწყეთ მაგაზე მუშაობა და ძალიან მომწონს ეს. ცეკვაში ბევრი კონცერტი მქონდა, მაგრამ ყველაზე მეტად დამამახსოვრდა სვანეთში რო ვიყავი. იმიტომ რომ იქ იყო თოვლის სიმხიარულე, ის დამამახსოვრდა რომ ხამე ჩავდიოდით იქ და მთელი ის ცეკვავდით. მე რომ ცნობილი მოცეკვავი ვიყო, კონცერტი მინდა მქონდეს პარიზში. კონცერტზე ჩავიცვენდი ღია ვარდისფერ კაბას. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ იქ არის ძალიან სრდილობიანი და კარგი ბავშვები და რა თქმა უნდა ძალიან კარგი მასწავლებელი. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის ავტომობილიც. ყველაზე სიქია დავით დავითიც. ყველაზე ჭკვიანია ბარბარე მსახურაც. ყველაზე მშვიდია ანასტასია ვაჩაკაძე. მე ვარ ყველაზე პრანჭია და ნიჭიერი. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია მაყვალო კაცბაცი. იმიტომ რომ არის ძალიან მზრუნველი, კეთილი, მან იშრომა ჩვენთვის რომ გვესწავლა წერა და კითხვა და ასე შემდეგ. მაყვალო მასწავლებელი არის ძალიან ბედნიერი. ასე იმიტომ მგონია რომ ყავს შვილი და ოჯახში სიმშვიდე აქვს. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდებ მსახიობი. ბავშვობაში მინდა გამოსულიყავი შილაკელი. ახლა მინდა ვიყო 20 წლის, რომ ცნობილი მსახიობი ვიყო. სახლში ცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი ძმა, ბაბუა და ბებია. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის 12 წლის, ქვია გიორგი. ის არის ძალიან კეთილი, სრუნველი, არავის ეს შეურაცხყოფას არ მიაყენებს და ძალიან უყვარს ერთი კითხვა. მამიკო არის სიმპათიური, შრომელი, ვაჟკაცი და ხიარული. ის არის ჩემი სრულიების შემსრულებელი. დედიკო არის ლამაზი, ხიარული, პრანჭია, თბილი. მან იმწვალა ჩემთვის, რომ ეხლა მდგარიყავი სცენაზე და ასე შემდეგ. მე ვარ ძალიან კარგი ასე იმიტომ მგონია რომ სახლს ვალეგებ და საჭმელსაც ვაკეთებ. პირველად საჭმელი რო გავაკეთე ვიყავი 3 წლის. ეს საჭმელი იყო პიცა. ახლა ყველაზე კარგად ვაკეთებ ორცხობილებს, ხაჭაპურს, соусებს, პიცას, ყავას. ჩემი საყვარელი საჭმელი არის соус. მიყვარს კითხვა, თუ წიგნი ძალიან საინტერესო. ჩემი საყვარელი წიგნია ჩარლი და შოკოლადის ქაღალდი. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ერთ ლამაზ გოგონას და ეს ულამაზესი გოგონა ვიქნებოდი მე. მე ასევე მიყვარს სიმღერა და ყოველთვის მღერი. სარკაში დრო ჩავიხედები და ჩემ თავს ხედავ, მე ეს ძალიან მომწონს. სიმღერის ნიჭი გამოყვან დეიდასთან. ჩემი საყვარელი სიმღერა არის სტეფანეს. წამღერო Big bag, digidikidon, am sitqabit dirit waxel valebs. Big bag, digidikidon, abam naqot filmet stebatsas. Tu gigi qort qala seqwa,
მაშინ გული იმღერებს ვიცეკოთ ერთად ვიცეკოთ აბა ყველამ გამაგონეტაში ჯადოსნური ჯოხი მქონოდა მექნებოდა ფრენი სუპერ ძალა სამოგზაუროდ სემონებით წავიდოდის პარიზში ყვავილებიდან მე ვგავარ ვარდს ბევრი ფული რომ მქონდეს დავეხმარებოდი გაჭირებულებს პირველ რიგში დავეხმარებოდი უპატრონო ბავშვებს მე ყველაზე ბევრი ფული მქონია 250 ჯვარი ეს ფული შევაგროვე არდადეგებზე და ადი დავდიოდი ბაღებში და ფულებს მეძლებოდნენ და ერთ დღეს დადგა ის დღე რომელსაც მერია მომიწვია და მითხრეს რომ დინამოს უნდა გამოხვიდე ეს იყო ჩემი ოცნება რომ დინამოს ვიყავი და ძალიან მომწონა ის რომ აქედან ხელები მიიქნებდნენ ბავშვები და ბავშვებიც ძალიან ბედნიერები იყვნენ ამით ჩემი აზრით ყველაზე ბევრი ფული მიქნება 1400 ლარი წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა ნია რომ არ მერქოს რა მერქბეოდა მე ნია დამარქვა ჩემოძმა და მე ძალიან მომწონს მაგრამ ნია რომ არ მერქოს მერქბეოდა ბარბარე ჩემ შვილებს დავარქმევ ალექსანდრას ევას დანის და გაბრიელს შემდეგ მონაწილებს ვუსტოვებ ასე შეკითხვას რა არის მისი ოცნების საჩუქარი მაგალითად ჩემი ოცნების საჩუქარი არის ნამდვილი მანქანა 18 წელს გავხდები ვიყიდი მარცისფერ კაბლიოლეტს ბედნიერება არის ის რომ დედას და მამას ეხუტები და საჩუქრებს ჩუქნიან მე ვარ ბედნიერი ადამიანი